უკან არ დაიხიოთ, შეიძინეთ ცოდნა, მიიღეთ საინტერესო რეკომენდაციები ცნობილი ტრენერებისგან. ისინი გასწავლიან, როგორ გახდეთ წარმატებული. FM Coach-ი მარტა ქარუმიძესთან ერთად გადაცემას წარმოგიდგენთ ფორტუნა აკადემია და საქართველოს მედია ფონდი. საღამომშვიდობის 169-ზე ხვდებით ერთმანეთს, ეს რადიო ფორტუნაა გადაცემით FM Coach-ი, მე მარტა ქარუმიძე ვარ და ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია Coach-ი კახი ლობჟანიძე, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა კახი, როგორ ხარ? კარგად, თავად. მეც კარგად, გმადლობ. ჩვენ ასევე ვართ ლაივში რადიო ფორტუნას ოფიციალურ Facebook გვერდზე, სადაც ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შეუძლიათ თვალყური გვადევნოს და სურვილისამებრ კითხვების გამოგვეგზავნოს. თემა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის თვითგამორკვევა, კონცენტრაცია მომავალზე, რომელიც ძალიან ბევრს უჭირს და კოუჩინგი ამ პროცესს ამარტივებს, ეხმარება კოუჩი კონკრეტულად ადამიანებს, რომ მიხვდნენ რა ჭირდებათ მომავლისთვის. საკმაოდ რთული პროცესია კონცენტრაცია მომავალზე. ძირითადად ორიენტირებულები არიან ადამიანები, ალბათ ამეთანხმები წარსულზე და ბევრი ცხოვრობს წარსულით, რაც მათ აფერხებთ იმაში, რომ აწმყო კონდეთ ესეთი ორგანიზებული და კარგი და რა თქმა უნდა აწმყოზეა დამოკიდებული უკვე მომავალიც. ამიტომ მოდი ავხსნათ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის გადაბრალება ერთგვარი გარემო ფაქტორებზე თუ ჩვენზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ აგერ უკვე 4 წელია ამ სტუდიაში ისეთი ადამიანები მოსულან და ისეთი ინფორმაციები გაჟღერებულა კოუჩინგის შესახებ. შევეცდები კიდევ რაღაც საინტერესო მომწვევს თქვენთვის. ბუნებრივია დღევანდელ დღეს განსაკუთრებით 21 საუკუნეში ასეთი გამოწვევების წინაშე დგავართ ადამიანები, განსაკუთრებით სოფლიოში მიმდინარე მოვლენების და ან მხოლოდ სოფლიოში, არამედ ჩვენს ირგვლივაც მიმდინარე მოვლენების ფონზე შემოდის უამრავი ინფორმაცია, მათ შორის ნეგატიური ინფორმაცია ყოველთვის უფრო ჭარბობს და აი ამ ყველაფრის გაძლება ხშირ შემთხვევაში ჩვენ ინდივიდუალურ, ანუ პიროვნულ კითხვებს გვასმევინებს. ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ, რა უნდა გავაკეთოთ და ზოგადად რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში და ხშირად ვამბობთ ხოლმე იმ გავრცელებულ ფრაზას ჭყალებში ვეძახით ხოლმე არეული ვარ. და ეს არეულობა ხშირ შემთხვევაში მრავლდება ხოლმე რა თქმა უნდა. არ ვიცი რა მინდა ცხოვრებაში. არ მინდა, არ ვიცი ამდენი ვაკეთე, რა შეიცვალა, რა გავაკეთო, არ მომწონს, დემოტივირებული ვარ და ასე შემდეგ. ხორისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე, რა უნდა ვქნო და ასე შემდეგ. ხშირად ძალიან კარგი კითხვა, ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი აი ეს გამოთქმა, რომელიც ნეგატიური შინაარსის არის, ჩვენ თუ გადავაკეთებთ კითხვის ფორმაში, ადამიანი თავად გასცემს იმ კითხვას. თუმცა აი კითხვაზე რატომ მოვედი ამ ქვეყანაზე თუ გაუჩნდა რაღაც ეტაპზე მას კითხვა, მას შეუძლია მიაგროს ამ კითხვაზე პასუხი და რეალურად იპოვოს ის мотиваცია, ეს მამოძრავებელი ძალა, რომელიც შემდეგ შექმნევინებს იმ ყველაფერს. მე თუ კითხავ კახი, თუ ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვით, ჩვეულებრივად ცხოვრება ლაგდება. აბსოლუტურად. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვეძებთ мотиваციას გარეთ, ვეძებთ мотиваციას ბონუსებში, ვეძებთ мотиваციას ახალისებაში, კომპლიმენტებში, აღიარებაში და რეალურად ეს ყველაფერი არის ჩვენში და ჩვენი პატრონი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რა გვეშველება ყველა მიმართულებით. აი ამ ნაწილში თვითგამორკვევის პროცესი არის სწორედ ეს, რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენ თავზე ფიქრი და არ ვიცხოვროთ მხოლოდ მეხსიერებთ. ანუ წარსული ასოცირდება მეხსიერებასთან. მას დიდი როლი აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოცდილებაში და ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენთვის რომ შედარებით ბუნდოვანია მომავალი და განცდა არ გვაქვს და არ ვიცით ხვალ რა იქნება, გვირჩევნია ჩავეჭიდოთ იმ არსებულ სასწრაფო მეხსიერება. და ვთქვათ, რომ აი ამ გამოცდილებით რაც დღეს მოვიდით, ჩემთან ყველაფერი დღეს სულად არის და აი ამ პერიოდით მივუყვეთ შეიძლება გავიდეს 1 კვირა, 1 თვე და 1 წელი ამ პროცესის ცხოვრების. კონცენტრაცია ნეგატივ ზე უფრო ვიდრე პოზიტივზე. ბუნებრივად ადამიანს ზოგადად უფრო მეტად აინტერესებს ეგრეთ წოდებული ცუდი სიახლე, ხო? ეს უფრო საინტერესო 5 ამბიდან 4 რომ იყოს პოზიტიური და 1 იყოს სიახლე, კონცენტრაციას აუცილებლად გააკეთებს მასზე. წარსულიდან შეიძლება ძალიან კარგი ცხოვრები, ძალიან ბევრი მოგონებები, ტკბილი გამოცდილებით გქონდეს, მაგრამ ერთმა ცუდმა გამოცდილებამ დაგვაუწეს ყველაფერი და მთელი კონცენტრაცია წაიღოს ამ ყველაფერზე. აქედან წარმოუდგენელია ჩვენ დავიწყოთ წარსული და წარმოუდგენელია ჩვენ თქვათ რომ მოდი ყომა არაფერს არ გავიხსენებ. ერთ-ერთი გამოსავალი 21 საუკუნეში არის ამ ყველაფრის მიღება. აღიარება რომ ცხოვრებაში ყველაფერია საჭირო, როგორც დადებითი პოზიტიური გამოცდილება, ასევე ნეგატიური გამოცდილება, რო არა ის ფიზიკურად ვერ მოვიდეთ იქამდე სადაც მოვედით, აი ეს არის ზრდის წყარო რეალურად ჩვენი და აი აქედან რა გამოცდილებაც უკვე დამიგროვდა. ნეგატიურიც ან პოზიტიურიც. რა ენერგიებიც, რა ცოდნაც, რას ვაკეთებ უკვე მომავალში. ეს ვამბობ, რომ წარსული არის კარგი, წარსულში მიღებული გამოცდილება, ეს არის კარგი გაკვეთილი იმისთვის, რომ აწყოში და მომავალში სწორი ხედვა გქონდეს და სწორი მიმართულებით წახვიდე. ანუ მეტნაკლებად სწორი, ბუნებრივია შეცდომები არის ჩვეულებრივი ამბავი ცხოვრებაში და შეიძლება ეს შეცდომა მოგივიდეს, მაგრამ რაღაცნაირად უფრო კარგად
გამართავ შენი ცხოვრების გზას. კი, ანუ კარგად უკვე ითქმევა, როდესაც უკეთესია ვიდრე იყო. ანუ ადამიანმა წარმოუდგენელად დღეს ყველაფერი დღევანდელ გამოწვევაში გააკეთოს საუკეთესოდ. თუ დღეს საუკეთესოდ გააკეთებს, ხვალ შეიძლება ინტერესის აღარ იყოს. მთავარია წინაზე უკეთესი იყოს, მთავარია წინა დღეზე უკეთესი იყოს, წინა წელზე უკეთესი იყოს და ეს არის სწორედ რეალური ზრდის პროცესი, რომ მე ვარ უკეთესი თუნდაც დილით ადამიანზე, ვინც გაიღვიძა და იმ ადამიანმა რომელსაც დაამთავრა დღე. და დავამატებდი შედარება მხოლოდ საკუთარ თავთან. როგორი ვიყავი გუშინ და როგორი ვარ დღეს. აბსოლუტურად, იმიტომ ყველას შეჯიბრი რომ მიდის, იქ უკვე ძალიან რთული მომენტია ხოლმე თვითონ ადამიანისთვის. რომ რაღაც მე როცა ვეტები ვიღაცა სხვას ხო. კი, იმიტომ რომ არავინ არ იცის რეალური ისტორია სხვა ადამიანის, ჩვენი თავი არ ვიცი რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ თავთან გვაქვს კითხვები და მით უმეტეს სხვა ადამიანის და რეალური ჩვენი კონკურენტიც და ასევე ჩვენი წახალისებაც ყოველთვის არის ჩვენი თავი. რა თქმა უნდა და ის გვაძლევს ყოველთვის სწორ შედეგებს, სწორ მითითებებს და სწორ გეგმებს. სწორედ კოუჩინგის პროცესი ხო ის არის, კითხვების დასვის მეთოდით ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ თვითონ იაზროონ სიღრმისეულად და თვითონ გასცენ ყველა კითხვაზე პასუხს, რაც აქვს, თვითონ დაგეგმონ ხედვები, დაგეგმონ მიზნები და ზოგადად აი ეს мотиваცია თვითონვე იპოვონ. კახე. წარსული, როგორც ვისაუბრეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში, თუმცა ეს არის უკვე გამოცდილება, არის ისტორია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ აწმყოში. მოვედით აწმყომდე ამ შემთხვევაში, რას ვაკეთებთ? ანუ როგორ უნდა მივუდგეთ მოვლენებს, რომ ჩვენი ცხოვრება წავიდეს უკეთესობისკენ. იმ გამოცდილების ფონზე ბუნებრივია, რაც გვაქვს. ძალიან ბევრს უჭირს, სხვათა შორის აი შენ აღნიშნე და ფსიქოლოგიურ ჭრილშიც რომ განვიხილოთ, წარსულის გამოცდილება ძალიან ბევრს აფერხებს და ისევ წარსულში ტოვებს. ანუ იქიდან გამოსო თითქოს ცხოვრობენ აწმყოში, ნამდვილში ეს არ არის აწმყოში ცხოვრება, ისევ იქ იმ გამოცდილებით ცხოვრობენ და ბუნებრივია საკმაოდ რთულია შემდეგ უკვე ორიენტირება გააკეთო მომავალზე. აწმყოში რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი დაგვახმაროს? აი ფსიქოლოგი აღნიშნეთ და ფსიქოლოგის და კოუჩის როლი პიროვნულ განვითარებაში თანაბრად მნიშვნელოვანია და ერთმანეთს ძალიან ეხმარება, ხო? ერთი ორიენტირებულია წარსულზე, რომ მოვიდეთ მომავალში და მეორე მომავალში აწმყოში, უბრალოდ აწმყოდან ვიცხოვროთ მომავალში, ხო? რეალურად ორივეს გადაკვეთა ხდება აწმყოში. ანუ ადამიანმა უნდა იცხოვროს იქ, სადაც არის. ჩვენ ვართ აწმყოში. წარსული მეხსიერება, მომავალი, ასე თუ ავიღეთ, შეიძლება საერთოდ ილუზია იყოს და არ ვიცით, ხო, არა იქნება, მაგრამ მაღალი პროცენტით იქნება ის, რასაც გეგმავთ, რასაც ხედო გაქვთ და დაახლოებით ინფორმაციას გვაგრძელებს. მაგრამ ცხოვრება მიმდინარეობს მხოლოდ აწმყოში, ამ წამს. იმის რომ მე დღეს ვიყო ბედნიერი, რასაც ვეძებთ ამდენი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ კმაყოფილებაა ცხოვრების იმ ფაქტით, ანუ იმ ქმედებით მე რა პროცესშიც ვარ. ანუ მე რასაც ვქმედებ, ვფიქრობდე იმაზე, ნამდვილად ვაკეთებდე იმას, რაც მინდა და ასევე ამას მოქონდეს განცდა ბედნიერების. და ამის ერთ-ერთი შემოწმების, ასე ვთქვათ, აი კითხვის დასმის იქნება თუ ტექნიკის საბაბი არის თუნდაც ბალანსი ცხოვრების. ანუ მე განსაზღვრო, რამდენად დაბალანსებული მაქვს ის ასპექტები, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია აწმყოში. იქნება ეს პირადი ცხოვრება, იქნება ეს საქმე, ჯანმრთელობა, იქნება სოციალური ურთიერთობები, იქნება გართობა, დასვენება, პიროვნული განვითარება თუ სხვა ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქ არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ აუცილებლად გქონდეს მიღწეული ის შედეგები, რაც გვინდა რომ მაქსიმალურად გქონდეს პირად ცხოვრებაში, ან სამსახურში, ან კარიერაში, ან შემოსავლებში. აქ მნიშვნელოვანია დღეს, ამ წამს, ამ მოქმედებით, ამ გამოცდილებით, ვინც ვარ მე, რამდენად ვაბალანსებ ერთმანეთთან ყურადღების განაწილებას, ერთმანეთთან რამდენად ფორმაში მყავს ის პროცესები, რაც მინდა რომ ვაკეთო, იმიტომ რომ შეიძლება მე დღეს ძალიან წარმატებული ვიყო, 24 საათი ვიყო ჩართული საქმიანობაში, ვიყო ბიზნესში, ვიყო პროცესში. ასე ვქონდეს აწყობილი პირადი ცხოვრება, მაგრამ რაღაც მაწუხებდეს. აქ უნდა ისოს ის კითხვა, რომ სხვა მიმართულებებში რა გამოწვევა აქვს. იქნებ დასვენება მაკლია, იქნებ სოციალური ურთიერთობა მაკლია, იქნებ პიროვნული განვითარება მაკლია და ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა, ხო, ადამიანის გუნების, ბუნების, ასე ვთქვათ, რომ შენაზეც ახლა საუბრობ, ხშირად მე მივხვდი, რასაც საუბრობ ახლა, ხშირად ადამიანებისგან მომისმენია, რომ ერთი მიმართულებით არიან წასულები და მეორე მხრივ აი დავუშვათ კარიერის მხრივ და რაღაც პირად ცხოვრებაში აქვს ჩავარდნა ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ არის ბალანსი, ანუ არის უკვე დარღვეული, ასე ვთქვათ და შესაბამისად აი ეს უკმაყოფილების განცდა, რომელიც მე გვაზიანებს ისევ კარიერაში, ისევ იმაშიც გვიღებს ბალანსს, რომელშიც წარმატება გვაქვს. თუმცა არა მხოლოდ პირადი, შეიძლება ორივე მიმართულებით წარმატებული გქონდეს, მაგრამ აქ აი მნიშვნელოვანი ასპექტები, აი დასვენების ასპექტი, მაგალითად, რომ ჩვენი თავისთვის გამოვნახოთ დრო, გართობის ასპექტი იმ კუთხით, რომ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენი თავი. დონეზე უნდა იყოს გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ჩვენ რა
რატომ რაც ჩვენ საზოგადოებაში ითვლება რაც უფრო მეტად უხერხულ ხარ მდგომარეობაში. კი, ჩავარდნილი აბსოლუტურად. გადავარდნილი საქმეში ეს უფრო კარგი ტონია ამ დროს აუცილებელია ადამიანისთვის დავანახე მუშაობა კი იმიტომ რომ განსაკუთრებით აი დასვენებას და შვებულებას როცა საუბრობ კოლექტივში ხო ანუ აი საზოგადოებიდან მოდის თითქოს ის განცდა რომ აი ამას შვებულებაში უნდა წავიდეს და რეალურად პირიქით ეს მოთხოვნაც უნდა იყოს რომ ჩვენ ისევე დავუთმოთ ჩვენ თავს თავი დასვენებაში როგორც განვითარებაში ზუსტად ესეთი მნიშვნელოვანია შრომა როგორც დასვენება და ასევე პიროვნული განვითარება ეს არის ბალანსი კი, აბსოლუტურად და აიც რა არის, აი ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი როგორია რეალურად ადამიანი, ხო? ბავშვის მაგალითი რო ავიყვანოთ, ბავშვი იბადება ხალისიანი იბადება ენერგიული, ეძებს, სულ ახალ სიახლეს პოულობს და შემდეგ ამას იგებს დროთა განმავლობაში ცხოვრებაში იზრდება, ხო? ადამიანი 30-40-ან, 50-ან ნებისმიერი ასაკის განმავლობაში თუ დაკარგული აქვს მას ეს мотиваცია, დაკარგული აქვს ენერგია, რეალურად ის კი არ არის პასუხი ამაზე, რომ ის მას აღარა აქვს ხასიათი, ან მას რაღაცა უხასიათო ადამიანი ამას პრობლემები აქვს. სინამდვილეში მან უბრალოდ გარემო ფაქტორების ეწოლის ფონზე იქნება ეს საზოგადოება, იქნება სტერეოტიპები, იდეოლოგიები, აზრები, იმედგაცრუებები, შიშები, დაგროვილი ტრავმებმა, მან უბრალოდ ჩაკეტა ეს ენერგია, თორე რეალური მისი სახე არის სწორედ ის, რაც იყო ბავშვობაში. და ჩვენ მე მგონი ბავშვობიდან ყველაზე მნიშვნელოვანს არ გვასწავლიან და არ ასწავლიან. ეს არის როგორ ვიყოთ ბედნიერები. აბსოლუტურად. როგორ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა მთელი ცხოვრება, რომ აი ბავშვობა და ჩვენ პირიქით იმას გვასწავლიან, რომ შენ ვარდისფერით სათვალებით უყურებ ცხოვრებას და აი დამსრულდება შენი ბავშვობა და მე ნახავ რა რთულია. სინამდვილეში შეიძლება თავიდანვე დავიწყოთ ის, რომ ყოველთვის შეიძლება გაზრდის პროცესში შეინარჩუნო ის სიძლიერე. და სადღაც ქვეცნობიერო შეხა შენ რაც ახსენე, აი ეს ილექება ეს, რომ აი მე რთულია და ეს გიჩდება, რომ აი რა რთულია ის. და იმზადები რთული ცხოვრებისთვის და პატარა სირთულეზე ამბობ, რომ უირართული ყოფილა, აი გაამართლა იმ აზრებმა რა რთული ყოფილა. რეალურად ჩვენ აი რომ ამბობთ, რომ აი მამოძრავებელი ძალა გამოვაღვიძოთ, ამ ძალას ჰაერიდან არ ვიღებთ, ეს არის ჩვენში, უბრალოდ არის მიძნებული და ამ ყველაფერს უნდა მიგნება. ცხოვრებაში კი არ არის რომ მე ჩვენ რაღაცა გავძლიერთ ან ამბიციურები გავხდით ან შემდეგ შევიცვალეთ. რეალურად ყველაფერი არის ჩვენ თავში, რომელიც მოდის უბრალოდ მას ჭირდება გამოგვიძება, მე თვითონ გააზრება. აქვს გარკვეული გავლენა, ბუნებრივია, სხვანაირად არ შეიძლება, მაგრამ ძირითადად ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანზე. როგორ შეძლებს ის გაუმკლავდეს იმ გარემო ფაქტორებს, იმ სტერეოტიპებს, რაზეც შენ საუბრობ, იმ რაღაც დოგმებს საზოგადოებაში არსებულს, რომელსაც თავს გვახობს საზოგადოება, ანუ ვიღაცების დაწესებული კი რაღაცა სტერეოტიპული ხედვა და მეტნაკლებად ადამიანები ამის გავლენის ქვეშ არიან, თუმცა რაზეც შენ საუბრობ აბსოლუტურად გეთანხმები, ადამიანზეა დამოკიდებული, საით წარმართავს თავის ცხოვრებას, რა სურს ცხოვრებაში და ზოგადად როგორი მომავალი ექნება. 2 სიტყვა მომავალზე, მინდა გითხო, როგორ შეიძლება რომ აი კონცენტრირება გავაკეთოთ ამ ყველაფერზე აწმყოდან მომავალზე გადართვის პროცესზე. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ ეს არის ძალიან გუნდოვანი, რა თქმა უნდა არავინ არ ვიცით ხვალ რა იქნება. მაგრამ აინც. არავინ არ ვიცით რეალურად, მაგრამ მინიმუმ 90-99%-ით ვიცით რომ ის იქნება, რაც იყო წინა დღეს ასაც ვფიქრობთ, დღეს იქნებოდა, ხო? აქ არის მთავარი კითხვა, გავცეთ ჩვენ პასუხი, რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ და განცდა გქონდეს რომ მე იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ მომავალში აუცილებლად მივიდე და მე ჩემ აწყოს შევწირო პირობითად მომავალში. მე დღეს რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ დღეს ვიყო ბედნიერი და სწორედ ამ ბედნიერმა მიაღწიოს ცხოვრებაში წარმატებას და მახსენდება ერთი და ამით შეგვიძლია ჩვენ დავასრულოთ. მახსენდება სოლომონ ბრძენის ერთ-ერთი ლოცვა და შეგონება, რომელიც ღმერთს თხოვდა სამ რაღაცას. პირველი იყო ძალა, ეს მეორე იყო მოთმინება და მესამე იყო გონი. ძალა იმისთვის, რომ შევეგუო იმას, რასაც შევცვალო იმას, რასაც ვცვლი, მოთმინება იმას შევეგუო ის, რასაც მინდა რომ რასაც ვერ შევცვლი და მესამე იყო სწორედ გონი რომ გავარჩიო ერთმანეთსგან რა შევცვალო და რა ვერა. ეს არის სწორედ განსხვავება გარეგანს და შინაგანს შორის. გარეგანი იმ სტერეოტიპებს რაც აღნიშნეთ და შინაგანი ის რაც ვართ ჩვენ და ჩვენ მოგვეცეს ძალა რომ ჩვენი თავი შევცვალოთ და შევქმნათ ის რაც გვინდა. ოღონდ ეს ყველაფერი აწყოდა. კახი ლობჟენიძეს უსმენდით 106-9-ზე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის რომ იყავი ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მე ვფიქრობ რომ საკმაოდ რთულია თვითგამორკვევის პროცესი, საკმაოდ რთულია ორიენტირება გააკეთო აწმყოზე და მომავალზე ადამიანისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე და იმ სიტუაციაში რაც შენ უკვე აღნიშნე იმ სტერეოტიპების და ასე შემდეგ ამ ყველაფრის ფონზე, თუმცა ეს შესაძლებელია და ეს ყველაფერი შესაძლებელია სწორედ საკუთარი მედან გამომდინარე. ამიტომ კონცენტრირდით აწმყოზე და გახსოვდეთ რომ თავარია იცხოვროთ აქ და ახლა ყველაფერი დაალაგდება. დიდი მადლობა წარმატებები. ჩემი დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ხვდებით ერთმანეთს მომდევნო კვირაში ახალი თემით და ახალი სტუმრით. დროებით. როცა თქვენი ცოდნა და გამოცდილება ემთხვევა, წარმატების მიღწევის